მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსხობენ, მე ასტროლოგი ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი კვლავ თქვენთან ერთად ვარ და დღეს ჩვენ საუბრობთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზზე, საუბარი 10-16 ნოემბრის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე, როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის და რას გვიძლია ვიწყებთ სასიამოვნო ინფორმაციით, დედამიწა გადადის სწორედ უკვე ხვალიდან პოზიტიურ ენერგო ველში, რაც უდაოდ ძალიან კარგია. და პოზიტიურ ენერგო ველი იცით ეს ზონა, როდესაც დაახლოებით სადღაც 26 რიცხვამდე მაინც გვექნება ნოემბრისა ეს პოზიტიურ ენერგო ველი, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს აუმჯობესებს კომუნიკაციას, აუმჯობესებს ურთიერთობებს ადამიანებს შორის. ეს მოვლენა ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ პერიოდში უფრო ადვილდება შედარებით, მოდი ესე ვთქვათ, გარკვეული იდეების რეალიზაცია, საკუთარი საუკეთესო თვისებების გამოვლენა და შემდგომ აი ამ კუთხით უდაოდ ეს პერიოდი არის ძალიან კარგი, საინტერესო, პერსპექტიული, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხა იშვიათად ხდება, როცა ყველაფერი კარგად მიდის და ყველაფერი კარგი ეძლევა მხოლოდ ასე ვთქვათ ადამიანს, რაღაცა ყოველთვის უნდა იყოს ესეთი, რომ ცოტა ხელს უშლიდეს ამ ტენდენციებს, ამას მე ვატყობ ხა არაერთხელ შემჩნევი ეს ამბავი, რომ რაღაც ყოველი ხელშემშლელი ფაქტორი აუცილებლად ყოველთვის არის. შეიძლება ცოტა მცირე, ცოტა მეტი, მაგრამ არის. ეხლა ამ შემთხვევაში, აი თუ ამას ხელშემშლელი ფაქტორი ქვია, რა შეიძლება იყოს? ეს არის პირველ რიგში დღევანდელი მოვლენა, ანუ დღეს უკვე საღამოს, სადღაც უკვე 22 საათზე 55 წუთზე დაახლოებით, მერკური, ეს არის გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა, დღეიდან 29 ნოემბრამდე გადაინაცვლებს რეტროგრადულ მდგომარეობაში, ანუ იგი ხდება უკუმავალი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის უკვე ამით ხელს შეუშლის ახალი იდეა პროექტების რეალიზაციას, ხელშეკრულებების დადებას, მოლაპარაკებების წარმოებას, აქ სირთულეები იქნება მეტი. აქ მაგალითად ურთიერთგაგება მცირდება ადამიანებს შორის, შეიძლება მოილაპარაკოთ, შეიძლება ხელშეკრულებაც დადოთ, კი ბატონო, მაგრამ ეს მე არ იმუშავებს, ან სხვა სახის პრობლემების და წინაღობების წინაშე დადგება და ვერ მიხვდებით რატო? იმიტომ რომ რეტროგრადულია უკვე მერკური. აქ მგზავრობა, მოგზაურობა უფრო მეტ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, მაგალითად ბარგი დაიკარგოს, ან რაღაცა რეისები გადაიდოს და ასე შემდგომ. აქ შეიძლება გაგიჭირდეთ მაგალითად სათანადო ინფორმაციის მიღება, შეიძლება აურიოს ტექნიკამ, ეს ეხება როგორც ავტომანქანას, ასევე ეხება კომპიუტერულ, პროგრამულ, მობილურ სისტემებს და შემდგომ ამ პროგრამამ გაჭედოს და ასე შემდგომ. ამიტომ ამდაგვარი ტენდენციებისთვის იყავით მზად. მერკური უკვე ითხოვს დღეს ფაქტობრივად ღამიდან 29 რიცხვამდე რას დაბრუნებას ძველისადმი. ანუ ძველი ჰქონდათ იდეა, პროექტი ვერ განხორციელდა, ან სწორად არ წარიმართა, ან შეცდომა დაუშვით, აი ამის გააზრება, ან გამოსწორება თუ არა ამის საშუალება თუ არა და ანალიზი მაინც ხო? ან დაუშვათ იყო ძველი რაღაც ურთიერთობა, შეიძლება საქმე ამ პარტნიორებთან და შემდგომ რატომაც ის გაწყდა, ან არ წარიმართა ეს პარტნიორი თანამშრომლობა სათანადოდ, აქაც ან ამის გამოსწორება, ან გაანალიზება. აი ამის დრო გვაქვს ახლა ჩვენ და არა ახალი საქმის დაწყების. ანუ მერკური ამ შემთხვევაში გვიშლის, აი დედამიწა პოზიტიურ ენერგო ველში გადავიდა და ამხრივ პირიქით ხელს უწყობს ყველა სახის კომუნიკაციას, ურთიერთობებს, გარკვეული იდეების რეალიზაციას და შემდგომ, მაგრამ მერკური აფერხებს ამასთან ერთად. ამიტომ თლად ისე წყალივით ვერ წავა, როგორც შეიძლება წასულიყო ეს ყველაფერი მერკური რო არ ყოფილიყო ეხლა დღეიდან რეტროგრადული. აი ეს მომენტი არის. იგივე დავუშვათ ახალი ნივთების შეძენა. აი უკვე 9-დან 29-მდე სასურველი არ იქნება, შეიძლება გადაეყაროთ ძალიან ესეთ ნივთს, რომელიც არ გამოგადგება, თან ადვილად გაფუჭდება და ასე შემდგომ. და ამ ხრივაც მერე პრობლემები შეიქმნება. მოდი აღვნიშნოთ, რომ ესე იგი ეს არის პერიოდი, რომელიც 9-დან 29-მდე გასტანს და აქ ვიმეორებ ჩვენ გვაბრუნებენ წარსულში და გვეუბნებიან გამოასწორეთ ძველი შეცდომები, გამოასწორეთ ძველი ურთიერთობები, ან დაუშვათ რაღაცა საქმეები, ან თუ ვერ გამოასწორებთ, ანალიზი მაინც გააკეთეთ, გაიაზრეთ, რომ შემდგომ კიდევ ამდაგვარი შეცდომები არ დაუშვათ. აი ერთის მხრივ მერკური ასე გვასწავლის შეცდომებზე, ასე ვთქვათ, გარკვეული ანალიზის გაკეთებას და აი ეს პერიოდი გვაქვს ახლა. ცუდია რომ ეს პერიოდი ყოფილიყო ცოტა ადრე იქნებოდა უკეთესი. თუმცა როცა მეორეს მხრივ კაცმა არ იცის კიდე რა არის უკეთესი, როცა დედამიწა უარყოფით ენერგო ველშია და კიდე პლანეტა მერკური უკუმავალია, მაშინ გართულება საქმეების და ორჯერ უფრო დიდია. ეხლა ის მაინც რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგო ველში ეს მაინც გვაძლევს ჯერ გარკვეულ შანსებს, რომ რაღაც შეიძლება კიდევ იდეაც განხორციელდეს, ურთიერთობაც ჩამოყალიბდეს სათანადოდ, მაგრამ მეტი სირთულე
სირთულეებით. იგივე დავუშვათ მოლაპარაკებად შეიძლება ვაწარმოოთ, იმიტომ რომ დადებითი ენერგოველი ამის საშუალებას გვაძლევთ, მაგრამ უფრო მეტი სირთულეებით, მეტი გადადებებით, ანუ მეტი შემაბრკოლებელი ფაქტორებით, რაც აი პლანეტა მერკურის რეტროგრადულობასთან ერთად დაკავშირებული. კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც უკვე გუშინ მოხდა ითხოვს ყურადღებას, ესე იგი გუშინ ურანი, ეს არის რეფორმების სიახლეების მმართველი პლანეტა, რომელიც ცოტა ხნით იყო გადმოსული ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, ახლა სანამ დაბრუნდება ისევ ტყუპებში, იქამდე ახლა იგი გადავიდა გუშინ, დაბრუნდა უკან კურო ზოდიაქოს ნიშანში, სადაც იგი იმყოფებოდა ბოლოს 7 წლის განმავლობაში. ახლა ისევ დაბრუნდა იგი კუროში 26 აპრილამდე მომავალი წლისა. კურო ეს არის მაგალითად საფინანსო საბანკო სისტემა, ამიტომ ამ სფეროში სერიოზულად აურევს სიტუაციებს. დამარხო მან არა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების სფეროში, დიზაინში, არქიტექტურაში, შექმნის სხვა ასე ვთქვათ, მოულოდნელობებს ასევე მშენებლობაში, აგრობიზნესში, საინჟინრო სფეროში, აი ამ სფეროებში ასევე რატო? იმიტომ რომ ამას მართავს კურო ზოდიაქო და რადგან ურანი ახლა ისევ შევიდა მოულოდნელობების მართველი პლანეტა და რეფორმების სწორედ ამ ზონაში ისევ 26 აპრილამდე აქ სიტუაცია შეიძლება ისევ აირიოს. იგივე საბანკო, საფინანსო სექტორში ისევ რაღაც ახალი ვალუტა გამოჩნდეს და ახალ ვალუტის განვითარებაზე დაიწყონ ფიქრი, მერე ისევ ეს დაავიწყდეთ, მერე ისევ სხვა რამეზე გადავიდნენ. ანუ ურანი არ არის სტაბილური პლანეტა, ის არის რეფორმატორული, იმპულსური, მოულოდნელი. ამიტომ შეიძლება მოულოდნელი ფულის მიიღოთ, მაგრამ მოულოდნელი ფულის წააგოთ ან დაკარგოთ. ყველაფერი ამოსულოდნელი. მოულოდნელად შეიძლება და ან საინტერესო დაუშვათ გახორციელდეს პროექტი მშენებლობაში დამტკიცდეს ყველაფერი, მე უცებ უარღონ და ასე შემდგომ. ანუ მზად იყავით აი ამ სფეროებში მოულოდნელობებთან და მე უკვე 26 აპრილიდან მომავალ წლისა იგი დატოვებს საბოლოოდ კუროს და გადავა ტყუპების ზოდიაქოში 7 წლით და მე უკვე მოულოდნელობებს ელოდეთ მასმედიაში. ჟურნალისტიკაში, პრესაში, რადიო, ტელევიზიაში აქ იქნება საოცარი მოულოდნელობები. ნუ ეს ამაზე მე ვისაუბროთ. აი ეს ტენდენციები დაკავშირებულია ურანის გადასვლასთან დაკავშირებით კურო ზოდიაქოს ნიშანში და დღევანდელი ესე იგი მერკურის რეტროგრადულობა, რაც ითხოვს ტრანსფერულ ყურადღებას. კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი ჩვენ გვაქვს 11-ში, ანუ სამშაბათს 11 ნოემბერს, აქ პლანეტა იუპიტერი ხდება ასევე რეტროგრადული მერკურისთან ერთად უერთდება მას. იუპიტერი მოხსენებად გამარჯვების მმართველი პლანეტაა და იგი ასევე რადგან ხდება უკუმავალი, ესე იგი რა შეება ამ დროს გვაბრუნებს ისევ ძველთან, ისევ წარსულთან რეტროგრადულობა ყოველთვის უკან დაბრუნება, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, აი რა შეიძლება იყოს უკან დაბრუნება რასთან დაკავშირებული. მაგალითად იურიდიული კანონები, რომელიც იყო თავის დროზე მიღებული, ან ვერ მიიღეს საერთოდ, ან თუ მიღებული იქნა და არ წარიმართა სწორად, აი ახლა იუპიტერი გვეუბნება, რომ შეიძლება დაბრუნება მოხდეს საკანონმდებლო მათ შორის ორგანოებში, ამ ძველი კანონებისადმი მათი აღდგენა ანახლებურად განვითარება, ან შეიძლება კორექტივების შეტანა, მაგრამ ამას გაიხსენებენ ამ ძველ საკანონმდებლო აქტებს და მათი გარკვეულწილად კორექცია შეიძლება მოხერხდეს აი ამ პერიოდში. იუპიტერი საკმაოდ გაიხნით არის შორის უკუმავალი და აი ამის საშუალებას მისცემს აქ კანონმდებლებს, რომ რაღაც ძველი შეიძლება და ჭკვიანური გაიხსენონ და აქაც სათანადო კორექტირება შეიტანონ ამ მხრივ იგივე საკანონმდებლო აქტებში. ამის გარდა, მაგალითად თქვენ ყავდათ ნაცნობი ან ვიღაც კიდე ისეთი პარტნიორი შეიძლება უცხოეთში, რომელთაც თავის დროზე თუნდაც თანამშრომლობდით, მე ეს რაღაცნაირად დაიკარგა, რაღაც ეს კონტაქტი გაწყდა და შემდგომ აი ახლა გაქვთ ამის საშუალება, რომ დავბრუნდეთ ძველ პარტნიორს, რომელიც მაგალითად ცხოვრობს უცხოეთში, ან არის უცხოელი, ან კონდათ მათთან პარტნიორული თანამშრომლობა. ახლა შეიძლება ერთმანეთს შეახსენოთ თავი, უცებ შეიძლება დავუშვათ აქ ახალი ნაპერწკალი გაჩნდეს, იგივე დავუშვათ ახალი თანამშრომლობისა, ან მოხდეთ დავუშვათ იმ ქვეყანაში, სადაც დიდი ხანია არ იყავით, გინდოდათ ჩასვლა, ვერ ახერხებდით და ახლა გეძლევათ საშუალება, რომ დავუშვათ იმ ქვეყანასთან მიმართებაში კონტაქტი დაამყაროთ, ან იქ ჩახვიდეთ საერთოდ და ასე შემდეგ. ანუ იუპიტერიც გვაძლევს საშუალებას, რომ გარკვეულ აი მაგათ კონდათ რაღაცა სწავლება, თუნდაც ხო საგანმანათლებლო სფეროში, რომელიც რატომღაც მიატოვეთ თავის დროზე, ან არ წარიმართა ის სწორად.
სხვა მიზეზების გამო. ახლა იუპიტერი გაძლევს საშუალებას, რომ დააბრუნოთ ამ ძველ სწავლებას. ამ ძველ შეიძლება თქვენს გურუს და ახლებურად წარმართოთ, ან გაიხსენოთ ეს ყოველივე და იქნება ახლა ახლებურად გამოიყენოთ. აი, ასეთ საშუალებებსაც გვაძლევს ჩვენ იუპიტერის რეტროგრადულობა. ეს ყველაფერი სწორედ აი ამ კვირიდან იქნება უკვე აქტუალური. ეხლა რაც შეეხება სხვა მშვენ მოვლენებს ამ კვირისა, პირველ რიგში ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს რა ელოდებათ, ну რადგან მაინც დედამიწა პოზიტიურ ენერგიულ ველშია გათვალისწინებით ამ მერკურის რეტროგრადულობისა, სხვა მხრივ რასაკვირველია პოზიტიური შესაძლებლობები ზოდიაქოს ნიშანთათვის მოიმატებენ, რაც უდავოდ ძალიან კარგია. და ამას ყველა უცებად მეტნაკლებად იგრძნობს. მართალია ვიმეორებ, აქ რომ რეტროგრადული არ ყოფილიყო მერკური, ეს წარმატებები კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, მაგრამ ასეა თუ ისე მაინც ეს წარმატებების შანსი გვაქვს. დავიწყოთ ვერძით. შედარებით უფრო მშვიდი პერიოდია ეს შემდეგი კვირა ვიდრე წინა პერიოდი. აქ მოგეცემათ იმის საშუალება, რომ მეტნაკლებად მოილაპარაკოთ, რაც წინა პერიოდში უფრო რთული იყო. მართალია ეხლაც ეს პლანეტა მერკური ცოტა შეუშლის ამ მოლაპარაკებს, ცოტა შეიძლება უფრო გახანძლივდეს, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში შეიძლება იგი კარგად დასრულდეს. ამასთან ერთად გარკვეული საქმეების რეალიზაციის საშუალება მოგეცემათ ეს პერიოდი ხელსწობს აი ურთიერთ პარტნიორთან ერთად ურთიერთ მისაღები გაწყვეტილებების მიღებას, რა ძალიან მნიშვნელოვანია. მთლიანობაში პერიოდი კარგია მუშაობისთვის, დაუშვათ ახალი საინტერესო პროექტების ჩამოსაყალიბება, ძველი პროექტების გასახსენებლად და მათი ახლებურად რეალიზაციისათვის, ბიზნეს საქმიანობისათვის, აქ შეიძლება ახალი სხვა შორის სტრატეგიული გეგმებიც ჩამოაყალიბოთ, დასახოთ, ოღონდ ჯერ არ დაიწყოთ 29 ნოემბრამდე მათი დაწყება სირთულეებთან იქნება დაკავშირებული და თქვენ თვითონ ამას იგრძნობთ. იმიტომ რომ აი თითქმის შეიძლება ყველაფერი გქონდეთ მზად ამ სტრატეგიული გეგმების დასაწყებად და გრძნობთ, რომ რაღაცა ჯანმრთელდება, რაღაცა გადაიდო იქ, ვიღაცას არ ეცალა, ვიღაცამ ხელი არ მოაწერა ამას, იქ რაღაცა კიდე და აი ესე 29-მდე გაგიკაჩება. 29-ის მერე უკვე ნახავთ, რომ ამის განხორციელების საშუალება გაცილებით მეტი იქნება. და აუნიშნოთ ისიც, რომ აუცილებლად სამყარო ითხოვს თქვენგან აქ ენაზე კბილის დაჭერას. ანუ საკუთარი საიდუმლოს დაცვას, რას ვაპირებთ, რა გეგმები გაქვთ დაუშვათ და ასე შემდგომ, ეს ყველაფერი არ გათქვათ. თუ ჯერ ნაბიჯს გადადგავთ და მერე გათქვავთ, აი მაშინ გაცილებით უფრო წარმატებული იქნებით და ეს უფრო მეტად ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლას და წარმატებებს, მათ შორის საქმიანი კუთხით, ფინანსური კუთხით და ასე შემდგომ. რაც შეეხება ახლა უკვე კუროს, კუროთა ენერგოტონუსი მაღალია, მოდი ასე ვთქვათ, ენერგეტიკა საკმაოდ ძლიერია, ეს ნიშანი უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, შრომისმარიანობაც მატულობს, ჰარმონიული პერიოდია მთლიანობაში, ტრასტორია რაღაც მატულობს შინაგანი სიბრძნე, კუროები ამას იგრძნობთ. და აქ ავნიშნოთ, რომ გარკვეული შემოქმედებითი ინჟინრის არის გამოვლენის კარგი შესაძლებლობები გაქვთ შემოქმედებითი მუშაობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და კარგად შეგვიძლია წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები კარიერის სფეროში. ასევე კოლექტიური ძალისხმევა იქნება ძალიან კარგი. ხელმძღვანელებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ სოციუმში და კარიერული კუთხით მეტად წახვიდეთ წინ. მაგრამ ფინანსური კუთხით მაინც ამ კვირაში გმართობ ჯერ კიდევ სიფრთხილე. თავდაჭერა ფულის ხარჯვისას აუცილებელია და ფინანსებთან დაკავშირებული რაც არ უნდა წინადადებები შემოვიდეს პარტნიორებისგან, აუცილებლად ზედმიწევნით გადაამოწმეთ მათი მართებულობა, პრინციპით 7 ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი და ზედმეტად ნუ იჩქარებთ უცებ ფულის დაბანდებას რაღაც იმ პროექტებზე, იდეებზე, რომელიც პარტნიორების მხრიდან მოვა. კარგად ყველაფერი გაიაზრეთ, რომ შეცდომები არ დაუშვათ და ფინანსური დანაკარგის წინაშე არ აღმოჩნდეთ. მაგრამ თუ სანდო პარტნიორია და თქვენ ახლა მრავალწლიანი თანამშრომლობა გაქვთ და შემდგომ ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა ამ კუთხით იქნება საკმაოდ ნაყოფიერი და კარგი. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაუდევლებს, მოითხოვოთ, რომ ეს პერიოდი თქვენთვის უფრო პოზიტიურია. წინა პერიოდისგან განსხვავებით, იღბლიანობაც მოიმატებს. აქ სხვადასხვა შორის მოგებების ტენდენცია მაღალია. შეიძლება მიიღოთ საჩუქრებიც, გარკვეული ფინანსური შემოსავლით შემოვიდეს, დახმარება სხვათა მხრიდან. ეს პერიოდი უფრო მეტად ხელს შეუწყობს ზოგიერთ თქვენი ოცნების მეტნაკლებად ახდენას, უფრო სტაბილიზირებას თქვენად მათ შორის ფსიქოემოციური მდგომარეობისა.
ამასთან ერთად კარიერული განვითარების პერსპექტივები გამოჩნდებიან, შეიძლება გარკვეულ ხელშეკრულება დაიდოს თუ არ დაიდო და მერკურიმ შეუშალა ხელი, შეიძლება გარკვეულწილად მოილაპარაკოთ, ან გარკვეულწილად დასახოთ. ეს ხელშეკრულებები, რომელიც უკვე 29 რიცხვის მერე უკვე აშკარა განხორციელებაში გადავა. აი, ეს ტენდენციები აქ არის და ამიტომ ახალი პროექტების ჩამოყალიბების ზოგიერთი მათგანის რეალიზაციის შესაძლებლობაც ამ კვირაში უდაოდ მოგეცემათ. ნუ ყოველ შემთხვევაში კარგი პერიოდი ამისთვის რომ დაალაგდეთ. დაალაგოთ თქვენი აზრები, დაალაგოთ თქვენი ემოციები, დაალაგოთ თქვენი ურთიერთობები და ასე შემდგომ. ანუ მოაწესრიგებთ საკუთარ თავს და ცხოვრებას ამ პერიოდში უდაოდ. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, პერიოდი უდაოდ კარგია, უფრო ჰარმონიულია, უფრო საქმიანია წინა პერიოდისგან განსხვავებით და თქვენ მოდი ეს თქვათ უფრო მეტად იგრძნობთ აღმაფრენას. ინტუიცია ესეც ძლიერი გაქვთ, ამაზე დაგნობით სწორად შემოსაკეთებთ. შარმის მიზიდულობა საკმაოდ მაღალი გაქვთ, პოპულარობის დაბეების ტენდენცია გაქვთ საკმაოდ მაღალი. და იღბლიანობაც ამაში გეხმარებათ. ყოველ შემთხვევაში თუ რაღაცა არ იყო განხორციელებული წინა პერიოდში, რაღაცა უშლიდა ხელს, ეხლა მაინც უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ ეს ყველაფერი განახორციელოთ. აი მაგალითად, კონკურსებში, ლატარეებში მოწყობილობის მიღება ეხლა იქნება უფრო წარმატებული და მომგებიანი. ურთიერთგაგება თქვენსა და შვილებს შორის, თქვენსა და სასწავლო პარტნიორს შორის რადიკალურად მატულობს და მათი თანადგომა, ერთიანობა, მათთან ენერგეტიკული მეტად ხელს უწყობს თქვენს წინსვლას წარმატებებს, ესეც გავითვალისწინოთ, რომ მაქსიმალურად გქონდეს ეს ურთიერთობა ჰარმონიულია. შემოქმედებითი კუთხით ჩვენ რა შეგიძლიათ იმუშაოთ, იმოქმედოთ. აქ შეგიძლიათ ლიდერული თვისებების გამოვლენა, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა, საკუთარ თავზე პასუხისგებლობის აღება, ინიციატივის გამოვლენა, რაც რასაკვირველია ერთიორად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, პირველში უფრო პოზიტიური პერიოდია, შემდეგი კვირა, აქ უფრო მეტად გრძნობთ, რომ უფრო დაცული ხავთ ყველა გარე ნეგატიური ზეგავლენისაგან და ეს თვითრწმენას აძლიერებს თქვენში. ოჯახშიც და სახლშიც ძალიან კარგი შეიძლება ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ. აი მაგალითად შეიძლება რაღაც შენაძენი გააკეთოთ, რაღაც მოვლენები მოხდეს ისეთი, რომელიც გარკვეულ სიხარულს მოგვრით. და უფრო მეტიც აი თქვენი მხრიდან კრიტიკული შენიშვნები სხვათა მიმართ თუ წინა კვირას ბევრს აღიზიანებდა ეს საფასუხო რეაქციები და ზოგჯერ კონფლიქტები სრულდებოდა, ახლა არა, ახლა უცებ იგრძნობთ რომ ამ კვირაში ძალიან მშვიდად იღებენ ადამიანები ყოველივე ამას, უფრო კონსტრუქციულად და პოზიტიურადაც კი თქვენს კრიტიკას და თითქმის არ აქცევენ ამას ყურადღებას, რაც თქვენთვისაც სავსებით მისაღებია, იმიტომ რომ თქვენ ზედმეტად არ ქმნის დაძაბულობას ურთიერთობებში. თუ რაღაც პრობლემები იყოს საყოფაცხოვრებო, აი აქ ადვილად მოაგვარებთ ამ პრობლემებს და გახსოვდეთ, რომ ფუნდამენტი თქვენი წარმატებების არის ოჯახი. ოჯახი და საინტერესო ურთიერთობა. რაც მეტად ეს სფერო გაქვთ სტაბილური, კარგი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ურთიერთგაგება ახლობლებთან, მათი თანადგომა თქვენი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია წინსვლის წარმატებისა. რაც მეტად შეძლებთ ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედებას, თქვენი მოქმედებები კიდევ უფრო მეტად წარმატებული გახდება. რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, შარმი მიზიდულობა სათანადო დონეზეა. ეს არის საკმაოდ კარგი პერიოდი, უკეთესი, რაც უკვე წინა პერიოდისგან განსხვავებით უფრო შედეგიანი. თქვენ შეიძლება აქტიურად ჩაერთოთ კოლექტიურ ძალისხმევაში, საინტერესო პროექტებში და სხვათა შორის ეს პროექტები აღმოჩნდება შემდგომ საკმაოდ საინტერესო თქვენთვის, რომლებიც ხელს შეუწყობენ თქვენს პროფესიონალურ უფრო მეტად განვითარებას და წინსვლას. ამასთან ერთად შეიძლება დამატებითი ინფორმაციაც მიიღოთ, დამატებითი ცოდნა შეიძინოთ, კვალიფიკაცია იმაღლოთ ამ პერიოდში. ძალიან კარგი პერიოდი ახალშეკრულებებისათვის, მოლაპარაკებებისთვის, შეიძლება ახალი სამსახურის დასაწყებად, ახალი საქმის დასაწყებად. ხო, მეორე თუ რაღაც დაბრკოლებები იქნა, თქვენ უკვე იცით ეს პლანეტა მერკურისთან არის დაკავშირებული, მის რეტროგრადულობასთან და ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა შეგიძლიათ რაღაცა დასახოთ, რაღაც დაიწყოთ, რაღაც მოამზადოთ, თუ უცებ ყველაფერი არ წარიმართა როგორც თქვენ სურდა 29 წლის მერე ეს ყველაფერი უფრო ადვილად დაიქოქება. ეხლა უკვე შეგიძლიათ რაღაცა მოამზადოთ და რაღაცის სასტარტო პოზიცია მაინც დაიკავოთ. რაც შეეხება ახლა ინფორმაციას, ძალიან კარგი პერიოდია, სწავლის კუთხით კარგი პერიოდია, ახალი შეიძლება საინტერესო ნაცნობობის კონტაქტები, შეიძლება ახალი ინფორმაციის კუთხით. აი ამ ხრივ ასევე დაუთმეთ დრო აი ამ საინტერესო თქვენთვის ინფორმაციის მოძიებას. ამ ხრივაც ეს პერიოდი გაცილებით უფრო ნაყოფიერია წინა პერიოდისგან განსხვავებით. რაც შეეხება ახლა სასწორებო, აქ ეს პერიოდი უკეთესია, უფრო ჰარმონიულია თქვენთვის, წინა პერიოდისგან განსხვავებით, აქ ხდება უფრო სტაბილიზაცია. თქვენ სირგლის სიტუაციებისა, თქვენი მდგომარეობის აქ წარმატების ფაქტორი კარიული კუთხით, შემოქმედებითი კუთხით 1-2 მოემატებს. და ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული თანამშრომლობისთვის. კოლეგებთანაც კი შეიძლება თანამშრომლობა
მდგომარეობა გაფორმდეს და ამასთან ერთად უფრო ყურადღებით იყავით ფინანსების მიმართ. იმიტომ რომ აქ მაინც რისკი დანაკარგების, არასწორი ინვესტიციებისა, კაპიტალ დაბანდებებისა არის. და ამიტომ ვიყავით ყურადღებით. კი შეიძლება ფული შემოგივიდეთ, მათ შორის ადრეული საქმეებიდანაც კი შეიძლება ეს მოხდეს, ან პრემიები, ბონუსები შემოვიდეს და შემდგომ, მაგრამ აი ვიმეორ მათი დანახარჯი შეიძლება ორჯერ მეტი იყოს. ამიტომ ვიყავით ყურადღებით, ზედმეტ ასე ვთქვათ ფინანსურ ხარჯს მაინც შეიძლება აქჯერ მოვერიდოთ. ახლა აუცილებლობა რაც არის, ის კი იმაზე ლაპარაკი არ არის. ახლა პური და შაკაერო და ადამიანს ამაზე საუბარი არ არის. საუბარი რაღაც ახლა ცოტა უფრო მსხვილ საღირლებზე, რომელთა უმრავლესობა შეიძლება არ აღმოჩნდეს ისეთი და ნუ აღმოჩნდება რომ ყველა გაფლანგეთ ფული. მორიელს რაც შეეხება უპრეცკოლის აღნიშნოთ მორიელებო რომ გაცილებით უკეთესი პერიოდია თქვენთვის წინა პერიოდისგან განსხვავებით ჯერთი მთავარი ფავორიტი ხართ ისევ რჩებით, მაგრამ შანსები წარმატებისა კიდევ უფრო მეტად იზრდება თქვენი ინტუიცია ზემზარდია, ზუსტ არჩევანს გაგეთებინებთ, შარმე, მიზიდულობა, კრეატიულობა არანახულად მაღალი ამ პერიოდში ხა თქვენი დროა. რო ეთქვიან, ამიტომ აქტიურად ბიდეკით, მოდეკით ხალხი შეაწუხეთ და შემდგომ ხართ ახლა აი პიკში აქტიურობის პიკზე რო იტყვიან. ამიტომ თქვენი გავლენის სფერო იყოფ ადამიანებზე ერთიორად მოიმატებს, თქვენი პოპულარობა გაიზრდება. ძალიან კარგი პერიოდია კარიული განვითარებისთვის, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებად შეიძლება ახალი ფინანსური წყაროებიც აღმოაჩინეთ. აქ თავგადასავლებისადმი მიდრეკილება მოიმატებს, გინდათ რაღაც ახალი შთაბეჭდილებების მიღება. აი, ამიტომ ტოლვა ექსტრემისადმი, რომელიც ამის შედეგად მოიმატებს, იმიტომ რომ მძაფრი ემოციური შთაბეჭდილებების განსაკუთრებული სურვილი ჩნდება თქვენში. აი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან სერიოზული დაბრკოლება თქვენ ცხოვრებაში. რატო? იმიტომ რომ ექსტრემი თუ ფრთხილი არ იქნა წინდახედული და კარგად დაცული არ იქენით, არა ეს გამორიცხული რომ შეიძლება ტრაუმატული ტენდენციებით დასრულდეს და ეს გადასარევი პერიოდი თქვენთვის წყალში გადაიყაროს ფაქტობრივად. ამიტომ აი ყურადღებით ექსტრემისადმი. თალიანობაში პერიოდი კარგია, მაგრამ გაფრთხილდით სიფრთხილის შესახებ გახსოვდეთ ყოველთვის მით უმეტეს ექსტრემისადმი მიდრეკილების და მძაფრი ემოციური შთაბეჭდილებების მიდრეკილების გამო. ასევე აკონტროლეთ საკუთარი გამოთქმები, რათა პრობლემები არ შექმნათ, იმიტომ რომ აქ რადგან ენერგია გემატება, ძალიან აქტიური ხარ და გონიათ რომ ეხლა თქვენი ეს სამყარო, აი თქვენი ეს გაზრდილი ამბიციები შეიძლება გახდეს ძალიან ცუდი გამონათქვამების და სარკაზმის ფაქტორი, რაც ძალიან დაძაბავს სიტუაციას და მხოლოდ პრობლემებს შეიქმნით. აი ამ კუთხითაც იყავით ცოტა ყურადღებიანი. რაც შეეხება მშვილ დოსნებს. ნუ მოდი აღვნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ამიტომ გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობა. ჯერ კიდევ თქვენ საწინააღმდეგოდ აქტიურად მოქმედებენ ფაული მტრეები, ჭორები, ინტრიგები, მოშორნეები, ესეც გახსოვდეთ, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება ზურგს, უკან, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ, ზედმეტ ნუ ილაპარაკებთ, მოდი ეს თქვათ, ენასკვილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით და ესე იმოქმედეთ, ეს უფრო მეტად გამოგადგებათ ამ პერიოდში. თუმცა რაღაც სასიკეთო ცვლილებები რასკოლა თქვენ შეგეხებათ ამ პერიოდში, იმიტომ რომ ზოგიერთ თქვენი აქტიური მოქმედება აქ უფრო კონკრეტულ შედეგებს დადებს ვიდრე წინა პერიოდში. და შეიძლება ფინანსური დივიდენდებითაც გამოიხატოს. აქ უფრო მეტად იგრძნობთ ამ კვირიდან მხარდაჭერას კოლეგების მხრიდან, ხელმძღვანელთა მხრიდან, რაც უფრო მეტად ხელს შეუწყობს ზოგიერთ თქვენი იდეების წინსვლას და რეალიზაციას. დავნიშნოთ, რომ აქ შეგიძლია სწორედ აი ეს საძირკველი ჩადოთ, რომელიც მე ხელს შეუწყობს შემდგომ უკვე 29 წლის შემდგომ კარიერულ და ბიზნეს თქვენს სერიოზულ წარმატებებს, მაგრამ ამავდროულად რადგან პერიოდი ჯერ კიდევ რთულია თქვენთვის იმპულსურობას და სულსწრაფობას მიაქცეთ ყურადღება, იმიტომ რომ იმპულსურობის ნიადაგზე გაქვთ სურვილი ფორსირება მოახდინოთ მოვლენებისა, რის შედეგად შეიძლება სერიოზული შესაბამი დაუშვათ. ამიტომ ამ მხრივ ნუ იჩქარებთ. თხისქას რაც შეეხება პირველში პერიოდი კარგია, კამნიშანს აქტიური ენერგიული ინიციატივიანია, კარგი ორგანიზებული მონაცემები აქვს, შეუძლია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ენერგოტონუსი მაღალია, რაც თორე შრომის უნარიანობის კოპიანია ფრიად. ანუ ამ პერიოდში ეფექტურობა თქვენი იზრდება მოქმედებისა, თქვენ საერთო ენას კარგად იპოვით პარტნიორებთან, როგორც ბიზნეს, ასევე სასკოლო პარტნიორებთან და ეს პარტნიორები სხვადასხვა ძალიან დაგეხმარებიან თქვენი ავტორიტეტის დაშში ერთობლივ თანამშრომლობაში და ასე შემდგომ ძალიან კარგი პერიოდია გარკვეულწილად ხელშეკრულებების დასადებად. აქ ქორწინებისთვის ასევე მისაღებია ეს პერიოდი, შეიძლება ახალი პროექტები ან დაიწყოს, ან დაისახოს მაინც და დავნიშნოთ, რომ აქ ეს პერიოდი ხელს უწყობს უფრო მეტად თქვენი ნიჭის, უნარის გამოვლენას
მათ რეალიზაციას და სხვა შორის ეს ყველაფერი იქნება თქვენი ეს ნიჭი სათანადოდ დაფასებული როგორც კოლეგების მხრიდან, ასევე ხელმძღვანელთა მხრიდანაც. და კარგი პერიოდია რეფორმებისა და სიახლეებისთვის. ანუ აქ ინტერნეტთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქედანაც მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს და ინტერნეტის გამოყენება ასევე წარმატების მომტანია და მეგობრული წრე და კარგი მეგობრული ურთიერთობა ასევე ხელს შეუწყობს მათი თანადგომა თქვენს განვითარებას და წინსვლას და რაც მეც სიახლეებს შემოიტანთ თქვენ ცხოვრებაში, გინდათ ეს ვარცხნილობა იყოს, ტანსაცმელი იყოს, მეთოდოლოგია იყოს, მიტოვეთ ესე თქვენთვის. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ეს პერიოდი უკეთესია წინა კვირისგან განსხვავებით, უფრო შედეგიანია, მათ შორის ფინანსური წარმატების ფაქტორი მოიმატებს და აქ შემოსავლის წყაროებსაც მეტად იპოვით. სხვა შორის ინვესტირებაც კი შეიძლება იყოს ფრეა წარმატებული, მსხვილი საყიდლების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, რადიკალური ცვლილებები შეიძლება ამიტომ მოხდეს სახლში, ოჯახში, შეიძლება ახალ ბინაში გადახვიდეთ, ახალი ავეჯი შეიძინოთ, ახალი უძრავი ქონება, ასე ვთქვათ, შეიძინოთ, რაც ძალიან კარგი იქნება და პროექტსაც კეტოზე გავლენას მოახდენს თქვენზე. და ამასთან ერთად კარიერული განვითარების კუთხითაც გააქვს საშუალება, რომ აქ მეტად გამოავლინოთ თქვენი პროფესიონალიზმი, ლიდერული თვისებები, რაც ხელს უწყობს ასევე მეტად კარიერულ განვითარებას. და ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მაინც ცოტა გავთხილდეთ ჯერჯანმრთელობას, იმიტომ რომ იმუნიტეტი ჯერ ცოტა დაბალია, არ გაცივდეთ, რომ აი ესეთ ფაქტორები არ შეუშალონ ხელი მთლიანობაში საკმაოდ კარგ პერიოდს. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ერთ-ერთი წარმატებული პერიოდია თქვენთვის, გაცილებით უკეთესი წინაპირისგან, განსხვავებით, იმიტომ რომ მეტ შანსებს, პერსპექტივებს ქმნის იგი თქვენ ცხოვრებაში, თქვენ საერთო ენას უფრო ადვილად იპოვით, მათ შორის ოპონენტებთანაც კი. და ურთიერთობებში თუ რაღაც პრობლემა იყო, ამას ადვილად მოაგვარებთ. ეს პერიოდი კარგია, რადგან თქვენ უფრო პოპულარული ხდებით და ასევე აღვნიშნეთ, რომ შეიძლება იდეური ლიდერები აღმოჩნდეთ ამა თუ იმ ჯგუფებში ან ორგანიზაციებში აქტიურად შეგიძლიათ რეკლამირება საკუთარი იდეებისა, პროექტებისა და ეს ამ შემთხვევაში უკვე არ ითხოვს ენაზე გბელი დაჭერა, პირიქით, რეკლამირებას ითხოვს, რაც კიდევ მეტად სახელს გაუთქავს თქვენს პერსონას და აღვნიშნოთ, რომ ეს პერიოდი, მაგალითად, თუ თქვენ ხართ ჩართული რაღაც სასამართლო პროცესებში, რაღაც პრობლემების გადაწყვეტაში, ამასაც შეუწყობს ხელს. სხვა შორის, თლიანობაში კარგი პერიოდია, ოღონდ თუ კარგად იქნება დაგეგმილი და მოფიქრებული მოგზაურობა, მათ შორის უცხოეთში. და არა ის რომ სპონტანურად წახვედით. აი მაშინ შეიძლება ზრდულები მეტი იყოს, მაგრამ თუ კარგად მოფიქრებულია, ზუსტად იცით ვისთან, როდის, როგორ, რანაირად და წინ დახედულად მოკვდებთ ამ კუთხით, მაშინ კი ესეთ მოგზაურობა შეიძლება იყოს ფრეად შტამბეჭ დავიდო, პრომეტი შეიძლება მან მოიტანოს მერე მატერიალური დივიდენდები. შეიძლება ამ თქვენ მოგზაურობას მოყვეს ესეთ პარტნიორების გაცნობა, ან აღმოჩნდეთ ესეთ პარტნიორთან, რომელიც მერე შემოგთავაზებთ გარკვეულ ერთობლივ პარტნიორულ თანამშრომლობას და ეს კიდევ ახალ გვერდს გადაშლის თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებით. აი ეს ტენდენციები მოსაუდნელია სწორედ ზოდიაქოს ნიშანთათვის 10-16 ნოემბრის შუალედში. ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეულ დღეებს, შემდეგ კვირის, აი ხვალინდელი დღე 10 რიცხვია ნოემბრისა და პირველში აქ ითხოვს ყურადღებას მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი. 21 საათიდან 24 წუთიდან 21 საათამდე 35 წუთის ჩათვლით გასტანსი, ანუ 11 წუთი გრძელდება სულ, მაგრამ ეს 11 წუთი შეიძლება იყოს სავსებით საკმარისი ტრაუმული სიტუაციებისათვის. რატომ? იმიტომ რომ ამ პერიოდში ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანებში. ამიტომ ძღოლებს და ქვეითად მოსწავლეებს ამ 11 წუთში უნდა გქონდეთ განსაკუთრებული გამახვილებული ყურადღება, რომ მოდუნების ნიადაგზე არ შეიქმნას ტრაუმული სიტუაციები. ხვალინდელი დღე მთლიანობაში კარგია ოჯახის, სიყვარულის, სამშობლოს საუკეთესო ტრადიციების განვითარებისათვის, მათი გაცნობისათვის თუ გნებავთ. პარტნიორთან მოემატებს ცოტა ეჭვიანობა, ემოციურობა, წყენის ფაქტორი, ესეც გაითვალისწინეთ. შედეგიანია ხვალ-ძვლოვანი სისტემის ხერხემბლის, სახსრების, მუხლების, კბილების კურნალობა და ამასთან ერთად მოდი ავნიშნოთ, რომ ხვალ მაგალითად ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭის ზონა, მკერდი, ღვიძლი და საღამოსკენ გულსიზარღვოვანი სისტემა. ამიტომ ოპერაციების ჩატარება კუჭთან, მკერდთან, ღვიძლთან მაინც დღის განმავლობაში
არ ექნება სასურველი განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მაგრამ ხვალინდელი დღეს ვაჩვენებს კარგია ბავშვის შესახვისათვის. ამის მრავალი წელია კურნალობს ამ კუთხით, ამ თვალსაზრისით ნამდვილად კარგია. ხვალინდელი დღე ხელსკობს ფოტოგრაფიას, კულინარიას, ამ ხრივად ძალიან კარგია. ყველას კარგია ხვალინდელი დღე კუროს კერჩხების, თხისგას და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. რაც შეეხება უკვე 11 ნოემბერს, ეს უკვე სამშაბათი დღეა, აქ როგორც აღნიშნეთ, გამარჯვების მმართველი პლანეტებთან ხდება რეტროგრადული უკუმავალი კერჩხების ზოდიაქოში და ამით ითხოვს დაბრუნებას ძველი საბუთების, ძველი კანონების, შეიძლება იქნება მათი კორექტირება და დაბრუნება ძველ სამოგზაურო ადგილებში, უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში და ძველ ცხელ პარტნიორებთანაც შეიძლება დაბრუნება, მაგრამ ეს კონტაქტის აღდგენა და ასე შემდგომ. ამიტომ ამ მხრივ კარგია ეს პერიოდი, მაგრამ მოდი ამშვათ, რომ არ არის სასურველი 11-ში სამშაბათს სოლარიუმი, საუნა, სიმძიმების აწევა, გადაღლა, ნერვიულობა, აქ ცოტა მეტად გავფრთხილდით გულსიზარღვან სისტემას. თუმცა ძალიან კარგია ეს დღე მაგათ მეგობრული კონტაქტებისთვის, შედეგიანად თვალების, ნერვული სისტემის, ვენების კურნალობა, ამ მხრივ უდაოდ კარგია. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება სწორედ გულსიზარღვანი სისტემა, ხერხემალი ოპერაციების ჩატარება, ამორგანებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სამშაბათს სასურველი არ იქნება. ყველაზე კარგი სამშაბათი არის ვერძის, ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. სანამ ოთხშაბათზე გადავალთ, აქ მინდა გითხრათ, რომ აი ხა გამახსენდა რეტროგრადულობასთან დაკავშირებით, მოგხსენებათ მერკური, გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა დღეიდან 29 ნოემბრამდე ხდება რეტროგრადული და გვაბრუნებს უკან ძველ დაუშვათ იდეებთან, ძველ შეიძლება მოლაპარაკებებთან, ხელშეკრულებებთან და ასე შემდგომ. და ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო მოვლენა იყო ამ დღეებში. მოვიდა ერთ-ერთი, მოდი ესე ვთქვათ, ჩემთან პიროვნება პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით და აღმოაჩნდა, რომ პირად ჰოროსკოპში აქ უამრავი რეტროგრადული პლანეტაა. ანუ დაახლოებით ახლა 6 თუ 7 ქონა საკმაოდ ბევრი იყო. იშვიათად ხდება ესეთი რამ. მინდა გითხრათ, ამდენი რეტროგრადული პლანეტა, თუ რეტროგრადული ახლა ძალიან ბევრს აქვს, მაგრამ ნუ ახლა 6 თუ 7 ეს ძალიან ბევრი იყო. ყოველ შემთხვევაში მოდი ასე ვთქვათ, რას და ეს ინტერესი მას ძალიან გაუჩნდა, რომ აი ეს რეტროგრადულობა, რომ მე ამდენი მაქვს, რას ნიშნავს და რასთან არის დაკავშირებული. ახლა მე მინდა გითხრათ, როცა პირად ჰოროსკოპში ჩვენ ვიხილავთ რეტროგრადულობას, რას ყველა ვითვალისწინებთ რეტროგრადული, რადგან არის ადამიანის უკვე პირად, რომ ახლა მაგალითად მერკური, ახლა ვინც დაიბადება ბავშვი, აი თუნდაც ახლა დღეიდან, დღეს ღამიდან, ოღონდ 29 რიცხვამდე ყველას ექნება რეტროგრადული, როგორც იუპიტერი, ასევე რეალურად მერკური, ორი პლანეტა მაინც მინიმუმ, ხო? იმის დამიხედვით, თუ რომელ, ვთქვათ, ნიშნებში და ასტროლოგიურ სახლებში მოხდება ეს რეტროგრადული პლანეტა, აი ის გვაძლევს სწორედ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ადამიანს გამოსასწორებელი. ანუ მოდი ესე ვთქვათ, როცა პირად ჰოროსკოპში ადამიანს აქვს რეტროგრადულობა პლანეტისა, ეს ნიშნავს იმას, რომ მას გარკვეული ვალი მოყვება, ჯერ კიდევ წინა ცხოვრებიდან. და ეს ვალი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. მაგალითად, ამ პიროვნებას ჰქონდა ვალი ახლობლებთან, მშობლებთან მიმართებაში. წინა ცხოვრებაში მაგალითად ჩვენ რეინკარნაცია სისტემას ვიყენებთ მოგეხსენებათ და ამიტომ ძალიან კარგად ჩანს ყველა ეს ვალები, რაც მოყვება ადამიანს შლეიფის სახით, კუდის სახით და ხელსუფშის ახლა განვითარებაში, ამას ჰქონდა მაგალითად მე მახსოვს მათ შორის მშობლებთან. წინა ცხოვრებაში ჰქონდა პრობლემები მშობლებთან და სერიოზული კონფლიქტები, ამიტომ ის მათ საერთოდ გაექცა უცხოეთში. მოდი ესე ვთქვათ, ეხლა ამის გამეორების უფლება არ აქვს, პირიქით ეხლა უნდა მაქსიმალურად გამოასწოროს, მათთან ურთიერთობა მაქსიმალურად დაათბოს და გაუმჯობესოს შესძლების და ფარგლებში. ეს რეტროგრადულობა, ანუ ეს ვალები უნდა გაისტუმროს. აუცილებლად, თორე ეს ძალიან ხელშეუშლის ამ ცხოვრების სულ წინსვლასა და პერიოდში. ვალი ჰქონდა მას კიდევ ასევე მეგობრებთან. ანუ წინა ცხოვრებაში მან უღალატა მეგობრებს და ეხლა პირიქით ღალატი მოდის მეგობრების მხრიდან ვერ გაიგო, რომ მე მათკენ ისინაშმაკებისგან და რატო? აი როცა გავაგებინა ეს ყველაფერი გაცილებით გასაგები გახდა. შემდეგ მას ჰქონდა ვალი რასთან დაკავშირებით აიხსნება. წინა ცხოვრებაში ის იყო ხელმძღვანელი პირი დიდ ორგანიზაციაში და ვერ იტანდა იქ ადამიანებს, რომელსაც ჰქონდა მასზე უფრო მეტი კარეული წინსვლის პერსპექტივა. კრიჩაში უდგებოდა მათ. ეხლა ეს ზუსტად დაუბრუნდა უკან. და იგი ეჯახება ისეთ კოლეგებს და ხელმძღვანელებს, რომელიც სულ უშლიან ხელს განვითარებაში. და რატო ვერ მიხვდა და სხვებს ეხმარებიან, მას არა.
და აგერ ბატონო უცებ გაერკვა ძალიან კარგი ვალი, როგორია, რასთან არის დაკავშირებული და როგორ უნდა გამოასწოროს იგივე ხელმძღვანელებთან მიმართებაში როგორი ურთიერთობა ჯობია და ასე შემდგომ, ხო? აი როცა ადამიანს ესეთი ვალები მოყვება, ის აუცილებლად ამ ცხოვრებაში უნდა გამოასწოროს, უნდა გაისტუმროს და დაფაროს. მაშინ გასწრებით წარმატებული იქნება ამ ცხოვრებაში. თუ ამას იგი არ აკეთებს და ნუ ახლა უმრავი შემთხვევაში არც იცის ამის შესახებ და მაშინ რას უყოლია სირთულეები ყოველთვის ექნება საკმაოდ ბევრი. ამიტომაც არის კარგი ასტროლოგია, ამიტომაც კარგია პირადი ჰოროსკოპის შედგენა, საიდანაც თქვენ უკვე გაცნობიერებული ხართ და იცით რა ვინ ხართ, რისთვის მოხვედით, რა გზით უნდა იაროთ, საიდან მოდიხართ, რა ვალები მოყვებათ, რა არის გამოსასწორებელი, რომ ბედნიერი კიდევ უფრო სასიკეთო და წარმატებული გახდეს. რომელ პარტნიორთან ჯობია ურთიერთობა, რომელთან თავი შევიკავოთ, რა პროფესიებია წარმატების მომტანი, ჯანმრთელობის რა ზონებს მიექცეს, უნდა ყურადღება და ასე შემდგომ. აი სხვა შორის მას ჰქონდა კიდევ ერთ ცენტრს ვალი, რასთან იყო დაკავშირებული ჯანმრთელობასთან. აი ესეც იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ პირველი რაც ვკითხე ჯანმრთელობის მდგომარეობა და მითხრა რომ სულ პრობლემები აქვს. და ამ დროს ახალგაზრდა საკმაოდ 36 წლის იყო და ნუ ახლა აღმოჩნდა რომ თურმე ვალები მოყვება წიაღისეულობაში ის იყო ექიმი, რომელმაც დაარღვია ჰიპოკრატეს ფიცი. არ დაეხმარა პაციენტს. აი ახლა ეს უბრუნდება, ანუ რაც გაუკეთა წიაღისეულობაში სხვები გაეკეთებენ ახლა აქეთ, ან სამყარო გაეკეთებთ ახლა იგივეს. და ამიტომ არის რომ ჩვენ ვამბობთ რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, ეს ადამიანს მოიგონა სიტყვა შემთხვევითობა. სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერი კანონზომიერია. და ახლა უცებ რა აღმოჩნდა ის რომ ჯერეთი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მერე ასეთ ადამიანს ძალიან მაღალი ხიფათი აქვს სამედიცინო შესწავლისა და უკვე დაემართა მას. მივიდა ექიმთან, რომელსაც არასწორი დიაგნოზი დაუსვა და არასწორად წამლობდა და ლამის ჯვარცაცვა. და აქედან გამომდინარე, ახლა ეს უკვე იცის, უკვე მეოთხე თუ მეხუთე ექიმი შევიცვალეო და ნუ სულ პრობლემებია ერთი მეორეზე უარა შესწავლებს უშვებენო. და ვერ გავიგე მე რატომ ჭირს. აი ახლა უკვე გაიგო ყველაფერი დაულაგე, დაუსახე და გაცილებით გასაები გახდა ყველაფერი, რატო, რისთვის, საიდან და როგორ გამოასწოროთ. ამიტომ თუ გააქვთ ესეთი სურვილი, რომ თქვენს გაერკვეთ საკუთარ პერიოდში, გამოასწოროთ ძველი შეცდომები, ახალ გზაზე დადგეთ განვითარებისა, შეგვეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 39. ვიმეორებ 599 91 52 39. შევადგენოთ თქვენი პირადი ნათალური ასტროლოგიური ჰოროსკოპი, ანუ რუკა. და აი ეს ყველაფერი გექნებათ ახსნელი, ეს გექნებათ ჩაწერილი საკუთარ მობილურში და ამას დროდადრო მოისმენთ მერე და უფრო ადვილად გაითავისებთ თქვენს ბედნიერებას და თქვენ შესაძლებლობებს და გამოასწორებთ იმას, რაც გამოსასწორებელია. ეხლა გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა, ესე იგი ჩვენ 4 შაბათზე შევჩერდით, შემდეგი კვირისა 4 შაბათი ეს არის 12 ნოემბერი, 4 შაბათი დღე. აქ ჩვენ გვაქვს დღე გეომაგიტური. 4 შაბათი და 5 შაბათი 12-13 ნოემბერი ორივე არის გეომაგიტური. გეომაგიტური ციტესი დღეები, როდესაც ნეგატიური კოსმოსური ენერგია პრობლემებს უქმნის ადამიანის გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი. თავის ტკივილებისა, უგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? აუცილებლად პირველ რიგში დისკომფორტის შემთხვევაში ვიზომავ წნევას. თუ იგი დაბალია, ვიღენებთ ყავას, ავწევთ ამით, წყალის თუ დაემატება იქნება ძალიან კარგი და თუ მაღალია, მაშინ რასკველი იყენებთ ასევე წამლებს, რომელიც დაწევენ ამ წნევას. საჩუის კიდევ შემიძლია გითხრათ, რომ გამოყენების კუთხით შეუძლია გამოიყენოთ ასევე თუ გაქვთ ვერცხლი ან ოქრო, რაღაც ნაკეთობა დავშეთოთ სუფთა. ვერცხლი და ოქრო. ვერცხლი დაბლაწევს წნევას, ხოლო ოქრო პირიქით მაღლა. ამიტომ ის დამიხევით რა გაქვთ შეგიძლიათ აი ეს ნაკეთობებიც გამოიყენოთ ხელზე გაიკეთოთ და ესეც ხელში უწყობს ამ პროცესებს. და აი ამ ხრივ 4 შაბათი ვიღოთ ყურადღებით ისე როგორც 5 შაბათი გეომაგიტური დღეებია. აღნიშნოთ რომ 4 შაბათს 12-ში მოიმატებს ხასიათში შურის ეჭვიანობის გამოვლენა. შესაძლებელია განწყობის ცვალებად მომიჩინოს თავი. მოთმინება და სიფრთხილე აუცილებლად გამოავლინეთ ხარბ ადამიანებთან ურთიერთობისას. უმჯობესია მათგან საერთოდ შორს იღოთ. კარგია ხელნაკეთი ნივთების შეძენა 4 შაბათს. პარტნიორ ურთიერთობებში კარგია ორივე მხრიდან ოჯახის წევრების ერთმანეთთან შეხვედრა. შედეგიანია თვალების, ნერვული სისტემის, ვენების კურნალობა, მაგრამ მოვერიდოთ აქაც გადაღლას, სიმძიმების აწევას, აბანოს, სოლარიუმს, საუნას. ეს ყველაფერი ნეგატიურად ემოქმედებს გულსიზარღვან სისტემაზე. და აღნიშნოთ ისიც, რომ ეს პერიოდი კარგია სამაგიეროდ 4 შაბათი იურიდიული საქმეებისთვის, კულტურულ გასართობი, ღონისძიებები
მიღებისათვის, საჩუქრებისათვის, ახალი თანამდებობის დასაკავებლად და ახალი დაუშვათ შეიძლება საქმის ან სამსახურის დასაწყებადაც კი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გულსის ზარღვანი სისტემა, ხერხემალი, ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი, ყველაზე კარგია ოთხშაბათი ლომის, სასტორის და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანთათვის. 13 რიცხვზე გადავედით ნოემბრისა, ეს არის ხუთშაბათი დღე, იცით რომ გეომაგნიტურია და ცოტა ყურადღებით ვიყოთ. კარგი დღეა საყოფაცხოვრებო საქმეებისთვის, არ აყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობაც მაღალია. ახალ საქმესაც აქ ნუ დაიწყებთ, აკონტროლეთ კრიტიკისადმი თქვენში გამძაფრებული მიდრეკილება. პარტნიორთქებებში შეეცადეთ მოტოკოთ მესაკუთრული ზედმეტი ინსტინქტები და სხვათა მართვისადმი მიდრეკილება. ეს მხოლოდ გამძაფრებს ურთიერთობას. აქ კარგია ღვიძლის ლიმფური სისტემის, ასევე ტერფების და მხედველობის კურნალობა. ხოლო მომატებულ სექსუალურ ენერგიას ხუთშაბათს ნუ გარდაქმნით აგრესიაში, კონფლიქტში. ასევე ნავნიშნოთ, რომ კარგი იქნება თუ საგვიბრაციონში ხუთშაბათს შევიტანთ მაგალითად ხილს, ბოსტნეულს, თაფლს, თევზეულს, ფრინველის ხორცს. ეს მეტად გაზრდის ადამიანის იმუნიტეტს. და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში ხუთშაბათს არ იქნება სასურველი, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. ეს კარგია ეს დღე ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება ახლა უკვე პარასკევს, ეს უკვე 14 ნოემბერია და პარასკევს გაადვილდება ბიზნეს მიღწევა. მოემატებს ადამიანებში ინტუიცია, შესაძლებელია პერსპექტივების გაფართოება ბიზნესში. ნუ იქნებით პარტნიორ ურთიერთობებში ზედმეტად პრეტენზიული პირდაპირი მეწვრილმანი, ეს მხოლოდ დაცაბავს ურთიერთობებს. ნუ გარდაქმნით ასევე სექსუალურ გამახვილებულ ენერგიას კონფლიქტებში, ურთიერთობათა გარჩევაში, ასევე 14-ში. და აღნიშნოთ, რომ პირველ რიგში რთულია ეს დღე გამოცდების ჩაბარებისთვის, გაითვალისწინეთ ახალი ნაცნობობისთვის. ამ ხრივ პერიოდი არ ვარ გაცხოთა კასტრაციაც პარასკევს უჯრედში ამისგან თავი შევიკავოთ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა პარასკევს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე კუროს, კირჩხიბის, თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება შაბათს, ეს უკვე 15 ნოემბერია, აქ ითხოვს ყურადღებას მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, ანუ უკურსო მთვარი, როგორც ჩვენ მას უწოდებთ, 13 საათიდან 9 წუთიდან 13 საათამდე 45 წუთამდე გასტანს იგი. ამ პერიოდში მეტად უნდება ყურადღება ადამიანებში, შეიძლება გახდეს მიზეზი არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისა, რაც ამ დროს ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან. და როგორც შაბათს, ასევე კვირას მოვერიდოთ არამოტივირებულ მოქმედებებს. შაბათს კარგია საუნა, მასაჟი, არომათერაპია, უმარილო დიეტა. ძველი პრობლემების ახლებურად მოგვარება იქნება შესაძლებელი. ამიტომაც ვაკონტროლოთ ხასიათში ცოტა მომძლავრებული ამპარტაუნობა, გადამეტებული სიამაყე, საკუთარი თავის განდიდებისადმი მიდრეკილება, რაც მოიმატებს. პარტნიორ ურთიერთობებში ნუ იქნებით ისევ მეწვრილმანი და ზემდად კრიტიკული. მოერდეთ საყვედურებს. სამაგიეროდ აქ შედეგიანია კბილების, ტერფების, თვალების, ნერვული სისტემის კურნალობა. ნუ მიიღებთ ზედმეტ სითხეს და ალერგიის გამოწვეულ პროდუქტებს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ისევ თქვათ კუჭქვეშა ჯირკვალი, ასევე ელენთა, ყელი და თირკმელების ზონა. პოზიტიურია ეს დღე ვერცხლისთვის და ტყუპებისთვის. და რა შეეხება კვირა დღეს, ეს უკვე 16 ნოემბერია, ეს გეომაგნიტური დღეა, ამიტომ ცოტა მეტი ყურადღება მიაქციეთ შინაგან მდგომარეობას თუ რაღაც დისკომფორტი გაქვთ, თავის ტკივილი გუგუნებობა და შეგო, წნევას ყურადღება უცხოელ შემთხვევაში გამოგონეთ შესაბამისი პროფილაქტიკა, რათა წნევა მოიყვანოთ ნორმაში და უკეთ იგზნოთ თავი. შემდეგ კვირას კარგი ადრე დაწყებული საქმის დასრულება, გეგმაზომიერი მოქმედება, პარტნიორული თანამშრომლობა, კარგია იგი ასევე სასკვარლო კონტაქტებისთვის, პარტნიორ ურთიერთობებში კი პრობლემებს მშვიდობიანად და დიპლომატიურად, გარკვეულწილად კომპრომისებითაც შეძლებთ ამის გადაწყვეტას. სამართლიანობის დაცვისთვის ძალიან კარგი დღეა. მოდი ასე ვთქვათ, გამახვილდება აქტუალურობა სილამაზისა და შემოქმედებითი მუშაობისადმი. ამავდროულად აღნიშნოთ, რომ ზედმეტად მარილიან კერძებს შემდეგ კვირას ნუ მივიღებთ.
და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემას შორის ფარისებრი ჯირკვალი, თერკმელები და კანის არე. ყველაზე კარგია შემდეგი კვირა ლომის და სასწორი ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეს შემდეგი კვირის ზოგადი ასტროპროგნოზია და ახლა უკვე გადავინაცვლოთ მათთან, ვისაც აინტერესებს თმის შეჭრა. მოდი ასე ვთქვათ, რომ თმის შეჭრის კუთხით ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის, ესე იგი შემდეგი კვირის განმავლობაში 16 რიცხვი. ერთ-ერთი დღე გვაქვს, რომელიც ყველაზე კარგი, ანუ შემდეგი კვირა. მოდი ასე ვთქვათ, ხო, აი შემდეგი კვირისთვის დაგეგმეთ. დანარჩენ დღეებს თავიდანვით, ამ მხრივ არ არის კარგი არც ერთი სხვა დღე. ეხლა რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ჩართულია ბიზნესში, რაღაც ფინანსებთან ურთიერთობა და ასე შემდგომ. პერიოდი 10, 11, 12 ნოემბრისა. აქ მაქსიმალურად გავუფრთხილდით თქვენს პულს. აქ საქმეების რაღაც გარკვეულ პაუზაზე დააყენეთ და ზედმეტ ფინანსურ ხარჯს ადგილი ჯობია არ კონდეს. 13 რიცხვიდან კი 16 რიცხვის ჩათვლით, აქ მაგალითად ისე ადამიანები, რომლებიც ნამდვილად პროფესიონალები არიან ბიზნესში ან ფინანსებთან მიმართებაში, აი აქ შეიძლება თქვენ ძალიან კარგ შედეგებს მიაღწიოთ და გააორმაგოთ კიდეც თქვენი ფინანსური შესაძლებლობები. ამ მხრივ ეს პერიოდი კარგია. მგზავრობა მოგზაურობის თვალსაზრისით 10-11 ნოემბერი. ნუ პატარა შეიძლება კონფლიქტები იყოს მაგალითად სასკვარლო პარტნიორებთან. თუ თქვენ ამ დროს მგზავრობთ ან მოგზაურობთ, რაც ყველას ნეგატიურ დახს დაასვავს ნებისმიერ მგზავრობასაც კი, ამიტომ ამ მხრივ ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ პატარა აქ წვრილმანმა შეიძლება ძალიან ნეგატიური ემოციები გამოიწვიოს და კონფლიქტების გამოიწვიოს, რაც ჩაგიშხამებთ დროს ყველა ამ მოგზაურობას. ამიტომ მოგზაურობის დროს სასკოლო პარტნიორებთან რაღაც ისეთი მძიმე, ცოტა რთულ ან საეჭვო თემებს ნუ შეეხებით და მით უმეტეს რაღაც სიტყვებს ნუ გამოიკიდებით. აი, ამით უფრო შეინარჩუნებთ აქ ურთიერთობებს და მოგზაურობაც უფრო სასიამოვნო იქნება. რაც შეეხება 12-დან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდებს, აქ მაქსიმალური ყურადღება გმართებთ მოგზაურობის დროს, მით უმეტეს თუ თქვენ საჭესთან ხართ. ანუ აქ სიფრთხილე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ ოდნავ ყურადღების მოდუნება შეიძლება პრობლემებით დასრულდეს. აი 16 რიცხვი კი შემდეგი კვირა ძალიან კარგია. მოგზაურობისთვის, აი ეს პერიოდი, ალბათ ეს დღე ამ თვალსაზრისით ყველა სასიკეთო და უფრო მეტად ნაყოფიერია. რაც შეეხება ახლა მათ ვინც აპირებს მკურნალობის დაწყებას ამ კვირაში, 13 ნოემბერი ეს რიცხვი ყველაზე კარგი. დარჩენ დღეები არც ერთ ცუდი არ არის, ხოჭ შეს დარჩენ ყველა ნეიტრალური. ამიტომ თუ 13-ში დაიწყებთ ხო კარგი მკურნალობას თუ არა და ნებისმიერი სხვა დღე შეგიძლიათ ამ კუთხით გამოიყენოთ, იმიტომ რომ ცუდი არც ერთი დღე არ აქვს. რაც შეეხება სამსახურის შეცვლას, მოდი ამშვიდობთ, რომ ყველას ჯობია 11, 13, 16 რიცხვები გამოიყენოთ ამისთვის, მაგრამ ცუდი არც ერთი დღე არ აქვს აქაც. ამიტომ პრინციპში თუ ამ სამ დღეში ვერ ახერხებთ, ნებისმიერი სხვა დღე შეგიძლიათ ამ კუთხით გამოიყენოთ. ხელშეკრულებების დასადებად ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 13 ნოემბრის დღე და აქვე მოდით ავნიშნოთ, რომ აქაც არც ერთი დღე არ გვაქვს ცუდი. ამიტომ ნებისმიერი სხვა დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ 13-ში ვერ ახერხებთ ამას. ქორწინებისთვის ყველაზე კარგია 11, 12, 16. ნოემბრის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 10 და 15 ნოემბრის დღეები. ხელშეკრულებების დასადებად ახალ ბინის ყიდვა გაყიდვისთვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის, აი თვალსაზრისით 13 რიცხვი ყველაზე კარგია, თუმცა კვირაც არ იქნება ცუდი, 16-ით სავსებით მისაღებია და არ შეენტრები ნეიტრალური, ანუ ცუდი ისევ არ აქვს. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის ყველაზე კარგი იქნება აქ 10, 11, 15, 16 ნოემბრის დღეები და ცუდი არც ერთი არ არის, ამიტომ ეს დღეები პირობებში გამოიყენოთ თუ არა და ნებისმიერი სხვა დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ. სხვილი საყიდლებისთვის კარგია 12, 14 რიცხვები, ხოლო არ ვარგა 11, 13 და 16 რიცხვები. სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველაზე კარგი იქნება 11, 12 ნოემბრის დღეები და არ ვარგა 13 და 15 ნოემბერი. ასევე 10 ნოემბერიც არ იქნება ამ კუთხით სასურველი. ეს რაც შეეხებოდა უკვე ამ მნიშვნელოვან საქმეებს, როდის დავიწყოთ თარიღებს დასჩენგო და რაც შეეხება ახლა საფინანსო რიტუალებს. იცით, ეს რიტუალები არის მოქმედებებია, რომლის დროსაც ადამიანს შეუძლია საგრძნობლად მოიზიდოს ფინანსური ენერგია, ეგრეთ წოდებული ფინანსური ეგრეგორი
და გაუმჯობესოს თავისი ფინანსური მდგომარეობა. ამ პირიქით განიზიდოს ეს ენერგია. ხო, აი როდის ხდება ეს ყველაფერი? მაგალითად 10-ში ხვალ კარგია ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. კარგული, კარგად მოფიქრებული ინვესტიციების გამართლებული იქნება, მაგრამ სხვის საფულეში ნუ ჩაიხედავთ. თქვენი საფულედან წავა თანხა. 11-ში სამშაბათს კარგია ვალის დაბრუნება, მაგრამ არ ვარგა მაგალითად სარკეების შეძენა. 12 ნოემბერს ნებისმიერი ქველმოქმედება შემოიტანს კიდევ შემდგომ დამატებით თანხებს თქვენთან და აქ არ ვარგა ძვირფასეულობის ჩადება ლომბარდში. ეს კიდევ უფრო მეტ თანხებს წაიღებს შემდგომ. 13 ნოემბერს კარგია საკუთარი ფულის გადათვლა, ეს გაძლიერებს თქვენს ფინანსურ ეგრეგორს და არ ვარგა ვალის დაბრუნება. 14 ნოემბერს კარგია სხვათათვის დახმარების გაწევა და სარკის შეძენა არა. 15 ნოემბერს შაბათს კარგია ვალის დაბრუნება, ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, კარგად მოფიქრებული ინვესტიციების გაკეთება და არ ვარგა ფულის ვალში გაცემა ან აღება, ასევე კრედიტის გაფორმება. და 16 ნოემბერს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება, მაგრამ სხვის ფულს ნუ გადაითვლით. თორე თქვენი ფული წავავენ მერე დიდი რაოდენობით. რაც შეეხება ანგელოზის საათს, ეს ის დროა იცით, რომლის უბისას თქვენ გაძლევათ საშუალება, რომ შეხვიდეთ კონტაქტში თქვენს ფარველ ანგელოზთან, გაესაუბროთ მას და თხოვოთ. რა გინდათ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში? ცხოვრობთ ადეკვატურია იმისა, რასაც იმსახურებთ, ის მაშინ ასრულდება. თუ არ არის ადეკვატური, მაშინ უბრალოდ გააგებინებთ ფარველ ანგელოზს, რა გინდათ რომ მოხდეს. თუმცა ამ პერიოდში ლოცვაც ძალიან კარგია. ეხლა რა პერიოდები გვაქვს ესეთი ჩვენ ამ კვირაში? ხვალ 10-ში 11 საათიდან დღის 11 საათი 22 წუთიდან დღის 12 საათამდე 5 წუთამდე გასტანს იგი და ამ მონაკვეთში რა ხნითაც გინდათ იმ ხნითაც ასე ვთქვათ ჩაატარეთ ეს პროცედურა, მთავარი ამ მონაკვეთში ჩავждეთ. შემდეგ 11 ნოემბერს სამშაბათს დღის 11 საათიდან 3 წუთიდან დღის 12 საათამდე 7 წუთამდე, 12 ნოემბერს ანგელოზის საათი იწყება დილით ადრე 7 საათზე 40 წუთზე და გასტანს დილის 8 საათამდე 35 წუთამდე. 13 ნოემბერს ეს უკვე ხუთშაბათია დღის 11 საათიდან 12 წუთიდან დღის 12 საათამდე 3 წუთამდე. 14 ნოემბერს დღის 12 საათიდან 10 წუთიდან დღის 13 საათამდე 3 წუთამდე. 15 ნოემბერს შაბათს დღის 13 საათიდან 12 წუთიდან დღის 14 საათამდე 7 წუთამდე გასტანს იგი და 16 ნოემბერს შემდეგ კვირა დღეს დღის 12 საათიდან 38 წუთიდან დღის 13 საათამდე 33 წუთამდე გვაქვს ანგელოზის დრო. აი ეს გაითვალისწინეთ, რაც უკავშირდება სწორედ ანგელოზის საათს. ეხლა მოდი აუშვოთ რომ მე ახლა ვეცდები რომ მოკლედ გავაგრძელო ის თემა, გახსოვთ ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე გადაცემის წინ ასტრონუმეროლოგიაზე საუბარი, მიმოიხილეთ გარკვეული რიცხვების მნიშვნელობა და შევჩერდით 7-იანს. აი ხა სწორედ ამაზე მინდა ასე გავაგრძელო საუბარი. 7-იანი ერთ-ერთი მისტიური რიცხვია, იგი მართლაც ყოვლის მოცველია, იგი საიდუმლოების, ფარვლის, ოდნისა და განათლების, უხილავისა და შეუცნობელის დაუფლებისკენ მიმავალი ბილიკის სიმბოლოა. 7-яნის მაგიურობასა და უნივერსალურობაზე მრავალი წიგნია დაწერილი. ოდგანვე ფილოსოფოსების, მისტიკოსების, რელიგიურ მსახურთა ყურადღებას იზიდავდა და მათი წარმოსახვისა და შთაგონების საგანი ხდებოდა იგი. ბევრი თვლიდა, რომ 7-ეული ევოლუციის საწყისში დევს. სხვადასხვა რელიგიების რიტუალებში 7-იანი ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებდა. 7-იანი აღწერს 7 ფერს, კვირის 7 დღეს, ოქტავის 7 ნოტს, 7 ძირითად პლანეტას, სისხლით და გენეტიკურად 7 თაობას და ასე შემდგომ. წესში წერი 6 დღე იმუშავე და მე-7 დღეს დაისვენეო. თანამედროვე ფსიქოლოგია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ თითქოს და მარტივ პრინციპებს. მეცნიერულმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ადამიანისთვის 6-დღიანი სამუშაო კვირა ის ოპტიმალური რეჟიმია, რომელიც მას საშუალებას აძლევს მე-7 დღეს დაისვენოს, აღედგინოს ძალები და მოემზადოს შემდგომი 6-დღიანი შრომისთვის. და აუნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი 7-იანთან არის დაკავშირებული და 7-იანის ინფორმაციული კოდი აღნიშნავს ჭეშმარიტებას, სრულყოფილებას, ღვთიურს, ყოვლის მომცველობას, ყველგან შემღწევს, ტოტალურობას, იგი აერთიანებს ერთიანის მთლიანობასა და 6-იანის იდეალურობას და ქონის თავის სიმეტრიას. ნახეთ რა საინტერესო მომენტია, ესე იგი ერთიანის მთლიანობა, 6-იანის იდეალურობა. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რაც სიმეტრია ამ რიცხვებში, რაც მას მართლაც სრულყოფილ რიცხვად აქცევს.
იგი თავის თავში მოიცავს ცას, სამიანი და მიწას 4-იანი, რითაც სულიერისა და მატერიალური სინთეზს გამოხატავს და რითაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს თავის უნიკალურობას და სრულყოფილებას. 7-იანი ძველი ასტროლოგების სექტენერსაც აღწერს. 7 კოსმიური სფერო, 7 ძირითადი პლანეტა, ადამიანის ცხოვრების 7 პერიოდი, 7 ძირითადი ლითონი და ასე შემდგომ. ძველი ბერძნები ასახელებდნენ 7 ძირითად ხელოვნებას: გრამატიკას, დიალექტიკას, რიტორიკას, არითმეტიკას, გეომეტრიას, მუსიკასა და ასტრონომიას. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ამ 7 მეცნიერების შესწავლით ადამიანი არა მარტო განათლებას იძენს, არამედ უნივერსალური ხდება და ძალუც მუდმივი შემოქმედებითი მოღვაწეობა ხდება კმენიტუნარიანი და აქტიური. ჯერ კიდევ უძველეს დროში შეამჩნიეს, რომ 7-იანი უხილავად მონაწილეობს ქალის ორსულობისას. 7 40-დღიანი ციკლი, ჯამში ის 280 დღეა, რომელიც აუცილებელი ნაყოფის სრულსპასოვნად გაზრდისათვის. ასევე თავისებურებას წარმოადგენს 7-თვიანი ბავშვები. საინტერესოა, რომ პირველი კბილები ბავშვებს უჩნდებათ 7 თვის ასაკში, ხოლო 7 წლის ასაკში იცვლიან მუცლის კბილებს. 8-იანი კი ერთ-ერთი ყველაზე რთულად ასახსნელი ციფრია და აი მასზე ჩვენ ვისაუბრებთ უკვე შემდეგ გადაცემაში. დღეს შემოვიფარგლოთ მოდით 7-იანით და შემდეგ უკვე 8-яნის ტენდენციებს გავითვალისწინებთ უგონთ შემდეგ გადაცემაში. ახლა ჩვენი საეთერო დრო იწურება. ხვალ დილით 11 საათზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში კიდევ ერთხელ ვნახავთ გამეორებით ჩვენ დღევანდელ გადაცემას და YouTube-ზეც დაიდება, Facebook-ზეც აქაც შეგიძლიათ ნახოთ. ასევე აღვნიშნოთ, რომ ხვალ დილით ჩვენ ტელემედის ეთერში შევხვდებით ერთმანეთს და ახლობით 15 წუთი 8:09-ს, მერე გადავინაცვლებთ რადიო ეთერში იმედისა 20 წუთზე 10-სა და დილით 10 საათზე უკვე შევხვდებით პოსტ-ტივის დილის გადაცემაში. ამის გარდა პარასკევს ჩვენ ხვდებით ერთმანეთს დაახლოებით 15 წუთზე 9-სა დილით ადრე რუსთავი 2-ის დილის გადაცემაში. ასევე ხუთშაბათს დილით 9 საათზე ხვდებით პოსტ-ტივის დილის გადაცემაში და ამის გარდა ვუმშვიდობთ, რომ ყოველ დილით თქვენ იღებთ 3-ჯერ დღეში დილის საათებში დაახლოებით 15 წუთი 8:09 საათს და 11-ს ინფორმაციას რადიო ფორტუნადან იმ დღის და იმ კვირის ასტროპროგნოზის შესახებ. ჩემი გახმოვანებით ხდება ეს ყველაფერი თავისთავად. ამის გარდა ასწავლდასწვალი ჟურნალი თბილისელები, ჟურნალი დასწავლდასწვალი გაზეთი ყოველ ორ შაბათს გავწვით ასტროლოგიურ ინფორმაციას ჩემს მიერ მიწოდებულს. ამით იქნებით გაფრთხილებული და იქნებით შეერაღებული და იმედია წარმატებულიც კი. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მე გისურვებთ ბედნიერ კვირას, ყოველივე კარგს, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.